ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2025 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებს DGG-ს კვალიფიციურ სტატუსთან ერთად შესაძლოა მიენიჭათ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოყენების განსხვავებული წესის შესაძლებლობა. დღევანდელი ჩვენი რუბრიკა დაეთმობა იმ მნიშვნელოვანი გარემოებების განხილვას, თუ რა პირობების დადგომისას არის სავალდებულო გადასახადის გადამხდელებისთვის DGG-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და როგორ მოიპოვონ შესაბამისი სტატუსი. ამ და სხვა თემაზე სასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში. ჩვენი სტუმარია იონა კიზირია, საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავიდან ჩვენი საუბარი დავიწყოთ ძალიან მარტივი განმარტებით. რას ნიშნავს DGG-ს არაკვალიფიციური სტატუსი და მე უკვე გავშალოთ ეს, იმიტომ რომ ბევრი კითხვა იქნება დარწმუნებული ვარ გადამხდელების მხრიდანაც და ბევრი დიდი ინტერესი ამ ნაწილში. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დღეს 6 წელი შეგესრულდათ ბიზნეს პარტნიორს. ასე გილოცავთ ავადების დღეს და წარმატებული წლები გქონდეთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ჩვენს 6 წელი და 12 სატელევიზიო სეზონი. ხო, არ არის პატარა, ხო? ანუ დიდი გამოცდილება იმ კუთხისო, აი ეს თემატურადაც ბევრი თემა არის განხილული, მათ შორის ჩვენის და კიდევ ბევრი გვექნება, კიდევ განსახილველი და მიხარია რომ დღეს დაიმთხო ეს დღე და ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობა. რაც შეეხება DGG-ს საკითხს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში DGG-ს გადახდა, ნუ იქ სადაც არსებობს რა თქმა უნდა ეს გადასახადი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი წვლილი შეაქვს მას შესაბამის ბიუჯეტის ნაწილში, მაგრამ მოდი დავიწყოთ ახლა ესეთ რაღაცა. კვალიფიციური სტატუსი ყველა DGG-ს გადამხდელი, რომელიც დარეგისტრირდება DGG-ს გადამხდელად, მას ავტომატურად ენიჭება არაკვალიფიციური სტატუსი დღევანდელი ნორმიდან გამომდინარე. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვაინტერესებს რეალურად ის გადასახადის გადამხდელი, რომელიც რეგისტრირდება, რამდენად იც გადასახადი, რამდენად სწორად არის გარკვეული ამ ნაწილში და რა საგაცნო ვალდებულები შეიძლება ქონდეს მას დაკისრებული. აქედან გამომდინარე, ესენი თავიდანვე არიან არაკვალიფიცურები, ასევე არის ისეთი პირები, რომლებიც ბოლო 12 თვე მაგალითად არ უფუნქციონირებიათ, არაფერი დეკლარაცია არ აწარმოდგენილი და ხედავთ, რომ ის გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, მათ პროგრამა ავტომატურად აინჭებს არაკვალიფიციურ სტატუსს, ხო? ეს არის ერთგვარი ფილტრაცია DGG-ს განახდელების. შესაბამისად, კიდევ არის რამოდენიმე კრიტერიუმი, მაგალითად, ბანკში არ აქვს ანგარიში. არის შემთხვევები, როდესაც ეს არის ერთგვარი შეზღუდვები. შეზღუდვები, ხო, მოდი ეს ვთქვათ, ანუ ეს არის პირობები, რომლის ფარგლებშიც პირებს ენიჭებათ არაკვალიფიციური სტატუსი. ეს კითხვები არის ხოლმე ხშირად და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ხსნით, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რატო? ანუ ეს არ არის გინდა თუ არა ვიღაცა ძალით კი არ ხდება ეს, ანუ მათი ქმედებიდან გამომდინარე ხორციელდება მსგავს ტიპის სტატუსების მიენიჭება. ხო? ამიტომ პირი, როდესაც მიენიჭებათ არაკვალიფიციური სტატუსი, შემდეგ ხდება მარტივად პროგრამული განცხადების წარმოდგენა, შესწავლა 10 სამუშაო დღე არსებობს ამისთვის, შეისწავლეს ჩვენი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და მათ ენიჭებათ შესაბამისი სტატუსი, როგორც კვალიფიციური, არაკვალიფიციური და ეხლა რაც თქვენ თქვით, ახალი ცვლილება, ანუ კვალიფიციური დამატებით ელექტრონული საგაცნო ანგარიში ფაქტურების გამოყენების წესი. რა ტიპის შეზღუდვებია სხვა ამ ნაწილში, იმიტომ რომ ერთი ახსენეთ საბანკო ნაწილი, იმიტომ რომ ეს ნაწილი რომ მთლიანად ამოვწუროთ. კი, რაც შეეხება ახლა პირობითად თუ პირი არის არაკვალიფიციური, რას ნიშნავს ეს არაკვალიფიციური ნაწილი, ის იყო მინიჭება, ანუ ვის ენიჭება, ხოლო ახლა არის რა არის, რა შეზღუდვებზეა საუბარი. მთავარი შეზღუდვა რა თქმა უნდა აქ არის ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციების გამოყენება. ანუ რას ნიშნავს? პირი, რომელიც არის DGG-ს გადამხდელი, პირობითად მას და არის არაკვალიფიციური, ის ვერ გამოწერს საგაცნო ანგარიში ფაქტურა. საგაცნო ანგარიში ფაქტურა ეს არის DGG-ის დასაბეგრი ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხო? მაგალითად, გაყიდა საქონელი, გაყიდა გაწია მომსახურება და რა თქმა უნდა, მე რო გავწე მომსახურებას, მე რო გამომწერ საგაცნო ანგარიში ფაქტურას, ჩემ ფაქტურას DGG-ში რაც არის 18% ღირებულებისას, ხო? ის ჩაითვლის შესაბამისი მყიდველი, რეგისტრირებული პირი, რომელიც არის DGG-ს გადამხდელი და რა თქმა უნდა, ყველა DGG-ს გადამხდელი ცდილობს, რომ ერთმანეთისგან შეიძინოს საქონელი, ლოგიკურია, იმიტომ რომ მის მიერ გადახდილი თანხიდან 18% მას უბრუნდება და უფრო ნაკლებ გადასახადს იხდის რეალურად უკვე ის, ხო, ამ ანგარიშებიდან გამომდინარე. ეს ერთი. ამასთან ეს გამოწერაზე თქვი ახლა, ხოლო მეორე ნაწილი არაკვალიფიციური ასევე ვერ აკეთებს ჩათვლას, ანუ ფაქტურა, რომელიც შეიძლება მან მიიღოს საქონელი, ვერ ადასტურებს პროგრამულად, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი არ არის სრულყოფილი და მის ჩათვლას ვერ ახორციელებს. და ბოლო ცვლილება ასევე არის მნიშვნელოვანი, ეხება საბაჟო დეკლარაციებს, თუ პირი არის არაკვალიფიციური, მოკლედ მათაც 1 აპრილიდან შეეზღუდათ ამ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციით DGG-ს ჩათვლის მიღების უფლება.
კი ბატონო, რას გულისხმობს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტორის გამოყენების განსხვავებული წესი? ეს არის ყველაზე ერთი აქტუალური კითხვა აი ამ ცვლილებების გათვალისწინებით და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამაზე დეტალური განმარტება მივცეთ. კი, რაც შეეხება ახლა კონკრეტულად ამდაგვარ წესს, ეს წესი ნიშნავს იმას, რომ პირობითად კვალიფიციური, არაკვალიფიციურისგან განსხვავებით, პირობითად აღნიშნულ პირს, ვისაც აქვს მინიჭებული ესეთი წესი, ის გამოწერს საგადასახადო ანგარიშფაქტურას, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ ფაქტურაში დაფიქსირებული 18% დღგ იქნება გადახდილი, ანუ იმ ღირებულების ტოლფასი თანხა უნდა იყოს გადახდილი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე თუ მომენიჭა მსგავსი წესი, მე გამოწერს საგადასახადო ანგარიშფაქტურას, მეორე მხარეც ჩვეულებრივ დამიდასტურებს, მაგრამ ამ ფაქტურაში მაგალითად რომ იყოს 1000 ლარი დღგ 18% ღირებულების, ეს 1000 ლარი უნდა იყოს გადახდილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის შემდეგ. ანუ შესაბამისად ეს პროგრამულად წავდება ეს ფაქტურა და ამ ფაქტურის დღგ-ს უკვე ჩაითვლის მეორე მხარე. შესაბამისად ეს აზღვევს იმ რისკს, რომ შესაძლებელია გამომწერი, ანუ საქონლის მიმწოდებელმა პირობითად რაიმე ტიპის ვალი არ დაიგროვოს საგადასახადო ორგანოში. ბიზნესისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება და რას შეცვლის ეს ბიზნესთვის? კარგი ფრაზა ახსენეთ, ახლა არ დაიგროვოს ვალი. ანუ ბიზნესი რეალურად აი ამ ელექტრონული პროცესის საშუალებით დაინახავს საკუთარ ნაწილში რა აქვს დღგ-ს ნაწილში გადასახდელი და ის თავიდან აირიდებს დაუშვათ იმ პრობლემებს, რომელიც აქამდე ჰქონდა. მოდი პირველი ვთქვათ ესეთ რაღაცა. ეს წესი არსებობდა მანამდე, უბრალოდ ამას ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ პირობების ფარგლებში. მაგალითად, დღეს რა არის? პირობითად თუ გადასახადის გადამხდელს აქვს 25000-ზე მეტი აღიარებული საგადასახადო დავალება, ისინი აბსოლუტურად ყველანი პროგრამულად გადადიან ამ წესზე. ამიტომ დადგენილი წესია. შესაბამისად 25000 ლარი აღიარებული ვალი. თუ პირობითად ამდენ ბევრი ასეთი სუბიექტი ამ ეტაპისთვის იმდენი აღარ არის, იმიტომ რომ თავიდან ჩვენ ჩავრდეთ, თავიდან ბლომად იყო, იმიტომ რომ სადღაც მე როგორც მახსოვს, დაახლოებით იყო 10000-მდე იყო ეს პირები. ხო, ამიტომ ეს გამოვიდა ის რომ პირობითად ანუ თავარი არის პროგრამა, როგორც კი დაინახავს რომ პირობითად პირს აღარ აქვს ვალი, ეს წესი უქმდება მას. ხო, რეალურად აქედან გამომდინარე ეს არის ერთგვარი ღონისძიება იმისთვის რომ პირობითად ამდაგვარმა პირებმა წეხარ აქვს თქვი რომ საგადასახადოში ვალი არ დაიგროვოს ამ დღგ-დან გამომდინარე. მოდი ახლა ეს მიზანი რატო არის, ესეც მინდა თქვა პარალელურად, იმიტომ რომ როდესაც შევეხებით დღგ-ს, დღგ-ს ყავს ყოველთვის ორი მხარე, ხო, გამყიდველი და მყიდველი. გამყიდველი თავის მიწოდებულ ღირებულებას არიცხავს დღგ-ს, ანუ 18%, რაც ბუნებრივია იქედან გარკვეული ნაწილი გადასახდელია, ხო, თუ ჩათვლას იკეთებს, ჩათვლით მცირდება გადასახდელი თანხა. ამიტომ თუ პირობითად პირი ყიდის საქონელს, წერს მომსახურებას და მერე წერს ფაქტურას, რომელსაც მერე მიაბა სხვა გადასახადის გადახდელი და ჩაითვლის ამ დღგ-ს, ხო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დღგ-ს ავტომატურ დაბრუნებაზე, ხო, საიდან მოდის ეს დასაბრუნებელი თანხა? დასაბრუნებელი თანხა მოდის მყიდველმა, რომელსაც მე მივეც საგადასახადო ანგარიშფაქტურა, იმის 18% ჩაითვალა, წარმოადგინა ბიუჯეტში გაუხდა ზედმეტობა პირობითად, ამას უბრალოდ ბიზნესს უკან, ხო, რეალურად ეს არის ქმედება. მაგრამ მე თუ არ გამყიდველი, რომელმაც გამოწერეს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და არ ვიხდი გადასახადს, ანუ გამოდის რომ ერთი ბიუჯეტიდან გადის თანხა და მეორედან უნდა შემოდინდეს, ხო, ის არის სალდირებული სხვაობა, ხო, რეალურად. ამიტომ ისეთი პირები, რომლებიც არიან დღგ-ს გადამხდელები, პირობითად და ისინი იყვნენ არაკვალიფიციურები დღემდე, ამასაც შევეხო მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პირიქით ნაბიჯი გადავდით იმისთვის, რომ ამ დაგვარ ტიპის კატეგორიას აქამდე ენიჭებოდა არაკვალიფიციური. ჩვენ კიდე მივეცით შანსი იმისა, რომ პირობითად კვალიფიციურები გახდნენ, ანუ მათ მიეცათ დაშვება, ოღონდ უნდა გქონდეს გარანტია იმისა, რომ ის მიერ განხორციელებული ოპერაციების დღგ უნდა იყოს გადახდილი. მაყურებლისთვის რომ მარტივი იყოს და ყველასთვის გასაგები. ანუ რა უპირატესობები აქვს, მაშინ ასე ვიკითხავ, აი ამ სტატუსს, იმიტომ რომ თქვენ ახლა ისეთ კარგად გაყავით, ხო? არაკვალიფიციური მივეცით შანსი. რა სვლის ეს ბიზნესისთვის, რომ დავუშვათ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან და სამუშაო გაწიეთ? კი, მოდი ახლა მეორე მხარე. ჩვენ ამდაგვარ ტიპის ფაქტურებს აქვს შესაბამისი სტატუსი მინიჭებული. ანუ მყიდველი, როდესაც მე ვყიდულობ ამდაგვარი პირისგან, რომელსაც აქვს მინიჭებული ან არაკვალიფიციური, ან კვალიფიციური პლუს 5 წესი, ვხედავ მის მიერ გამოწერილი ფაქტურის სტატუსს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვისგან ვიყიდე საქონელი, იმიტომ რომ მე აქ არ არის მარტო საგადასახადო ადმინისტრების ერთი მხარე, როგორც საგადასახადო ორგანოს მხრიდან დანახული, არამედ არის მეორე მხარე. ანუ მეორე ბიზნესის დაცვა, იმიტომ რომ დღეს ყველა დღგ-ს გადამხდელი, რომელიც რეალურად კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელია, მათაც აქვს სურვილი ურთიერთობა გქონდეს კეთილსინდისიერი გადამხდელთან, ხო, რეალურად. ამიტომ მე რეალურად ბიზნესმა ბიზნესის მიმართულებით იცის ფილტრაცია გაკეთდა და კი, ფილტრაცია გაკეთდა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ყიდულობ საქონელს, ხო, და ამ საქონელში ხედავ რაღაც განსხვავებული დოკუმენტია, ოღონდ ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის ესეც წესზე მყოფი. ეს ცუდი კი არ არის, უბრალოდ ეს არის პირობა იმისა, რომ მყიდველს აღარ შეექმნას პრობლემა, რომ იმიტომ რომ შეიძლება მის ფაქტურა შეექმნას პრობლემა, თუ იქ რაღაცა კითხვა ჩდება, ხო, რეალურად. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს
ჩვენი პროცესი ერთს კიდევ ამბობ, რომ აძლევს საშუალებას ერთ მხარეს, რომ რეალურად გამოასწოროს ოპერაციები, სწორად გააკეთოს ეს და მეორე მხარე მყიდველმაც რომ რეალურად რამდენიმე კითხვა კიდევ მინდა რომ აუცილებლად დავსვა. რა უნდა იცოდეს გადასახადის გადამხდელმა ელექტრონული საკადასახადო ანგარიშ ფაქტურების გამოყენების განსხვავებული წესის დროს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვინდა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ პროგრამა არის ესე აწყობილი. როდესაც ჩვენ გამოვწერთ ფაქტურას, ფაქტურის გამოწერის შემდეგ უნდა მოხდეს გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა მას ვერ დაინახავს და ამაზე არის ხოლმე კითხვები, რომ აი გამოვწერე და არ მწვანდება. ამიტომ ყველა ამ წესზე მყოფ პირს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, რომ წესი არის მარტივი, უბრალოდ ერთადერთი ქმედება გადახდა. ამასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს კონკრეტულად საგაცნო ანგარიშ ფაქტურის გამოწერის შემდეგ, ხო? და გადახდაში კიდევ ერთხელ ვიგულისხმობ ესეთ რაღაცას, რომ თავადაც შეუძლია გადაიხადოს, ანუ ვინც ყიდის საქონელს იმის DGG ბიუჯეტში ხდება და უკვე პროგრამა ამწვანებს შესაბამის დოკუმენტს, ან მეორე მყიდველსაც შეუძლია მარტივად თავისი, ანუ გამყიდველის კოდის სახელით ბიუჯეტში გადაიხადოს გადასახადი და ამით უკვე სრულდება პროცესი. კი ბატონო. რა კატეგორიის გადასახადის გადამხდელებს შესაძლებელია მიენიჭათ აღნიშნული სტატუსი? Ну, ამ შემთხვევაში სტატუსი ენიჭებათ მოკლედ, მოდი კითხვები არის ხოლმე რატომ მოგვანიჭეთ პირობითად ან რისთვის და მოდი ესე ცოტა ესე ფართო თემით შევხედოთ. დღეს ძალიან მარტივია საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება, ხო? ანუ შეფასებას გავხსნით ძალიან მარტივად. ბოლო პერიოდში ხდება ესეთი, რომ პირობითად რეგისტრირდებიან კომპანიები, რაღაცა პერიოდი ფუნქციონირებენ, შეიძლება გავუშვათ ვალი პირობითად, დახურეს კომპანია და იწყებენ ახალ კომპანიის გახსნას უკვე, ხო? ეხლა რა თქმა უნდა თვითონ კოდი, რომელიც ენიშნება გადასახადის გადახდას ამ შემთხვევაში შეფასებას, რა თქმა უნდა ახალია და ისტორიაც ახალი აქვს, მაგრამ მისი დამფუძნებლები ახლები არ არიან ჩვენთვის. შესაბამისად გამოდის, რომ მათ აქვს დაგროვილი ჭყალებში საგადასახადო არასწორი ისტორია მათ და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თუ პირობითად პირმა დაარეგისტრირა კომპანია ერთი, სადაც იყო მონარჩენე და ის არ იხდიდა გადასახადებს, მერე დახურა კი ბოტონო დაასრულა პროცესი, მაგრამ მოდის და ხსნის ახალ კომპანიას. ახალ კომპანიით ისევ იგივე ქმედებას იწყებს. ამიტომ როდესაც ჩვენ ხედავთ ჯაჭვს, სადაც არის უკვე სადამფუძნებლო სისტემა, რომ პირობითად საიდან მოდის ეს კომპანია, ვხედავთ მის ისტორიას. ეს იგივეა ბანკი სეხს არ გასცემს პირობითად ეს ბანკში არ უგვირთ, რომ მაგალითად რატო არ უმცეს ეს ხე, იმიტომ რომ ისტორია გაფუჭებული, ხო? ეხლა ჩვენ რეგისტრაციას ხო არ უქმნით, რეგისტრაცია რჩება უბუნებრივია, მაგრამ დაკვირვების პროცესში, იმიტომ რომ უკვე მისი ისტორიიდან გამომდინარეა ეს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაძლევთ შანსს, უბრალოდ ეგ იყო რომ კი ბატონო შეიძლება დაიწყო თავიდან, არ ზღუდათ ბუნებრივია მათ საქმიანობას, მაგრამ უკვე გარკვეული პირობებია იმისათვის, რომ მათ დავინახოთ რეალურად უნდა საქმიანობა თუ ისევ რაღაც ფსევდო ოპერაცია, რომელიც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს საგაცხადო ორგანოს კუთხით. ამიტომ ის დაცულობა, რომ ჩვენ ამით არა მარტო საგაცხადო რისკების დაცვა გსურს, არამედ მეორე კეთილსლისერი გადამხდელი, რომელიც წლებია ფუნქციონირებს, წლებია მუშაობს და ბუნებრივია მას ამით საფრთხე არ შეექმნას. კარგი ნაწილი, ანუ რეალურად საკადასახადო შემოსავლების კუთხითაც არ უნდა გქონდეს პრობლემა და ის რისკები დავიცვა და მეორე გადამხდელის თავისთავად ბუნებრივია. სტატისტიკა როგორია ამ ნაწილში და რამდენად წლიდან წლამდე დაუშვათ გაიზარდა DGG-ს გადამხდელებში ის კულტურა, რომ რეალურად ეს არის გადასახადი აუცილებელი თან და ამ მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს? კი ბატონო, დამატებით წამოვიღეთ ჩვენ მოკლედ ესე რომ ვთქვათ სტატისტიკა და მოდი შევადაროთ ამ შემთხვევაში 2024 წლის მონაცემები მინდა გავიარო და შედარება გავაკეთოთ. 2024 წინა წლებთან. 2024 ეხლა მიმდინარეს შევადაროთ, კი, იმიტომ რომ ეხლა მიმდინარეეთი რა შეიცვლებოდა. ხო, მანამდე იყო ორი სტატუსი, კვალიფიციური, არაკვალიფიციური, ხო? აქედან გამომდინარე გამოდის, რომ შარშან მოგუმართა 17600-მა გადასახადის გადამხდელმა, ანუ ეს არის პირი, რომელიც გაიარა DGG-ს რეგისტრაცია, მომრავლებულია DGG-ს გამხდელ რეგისტრაციის პირობები. იყო პერიოდი, საერთოდ DGG-ს რეგისტრაციის ეშინოდა ხალხს. ეხლა პირიქით იკეთებ რომ გაიგეს. ის ზოგადად ისეთი ფორმულება ყო, რომ DGG ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასახადად მიიჩნევა და ამ ნაწილში ძალიან ისეთი ცდილობენ ხოლმე. თუმცა ის გადალახულია. ეხლა გადალახულია ეს საკითხი, პირიქით ხედავენ იმ სიკეთეებს, რაც აქვს ამ გადასახადს, ხო? იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა, მთავარი გადასახადია, მაგრამ სიკეთე აქვს ორივე მხარეს ბიუჯეტსაც, ბუნებრივია გადასახადის გადამხდელსაც, ნუ ამასაც მინდა შევეხო მე სტატისტიკურ მონაცემებს. ხო, საინტერესოა, მაგალითად რა სიკეთე აქვს DGG-ს გადამხდელს თავად კომპანიისთვის. კი, იმიტომ რომ თავის გადასახადს იმცირებს ამით, ანუ მისი გადასახდელი თანხა მცირდება მის მიერ შეძენილი საქონელში გადახდილი DGG-ს თანხით და ამაში არის ის ფაქტურა, ჩათვლის დოკუმენტი, ეგ არის ტექნიკურად, ხო? ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე რო ვიყიდო 1000 ლარის საქონელი, სადაც 1000 ლარში პირობითად 18% არის 150 ლარი, მე ეს რო გავყიდო მე 2000 ლარად, ამაზე დარიცხული DGG მექნება 360 ლარი, ხო? ამიტომ 360 გამოვაკლებ 150-ზე, რაც არჩევას, ხო? ეს უნდა გადავიხადო ბიუჯეტს, ხო? მარტივია მათემატიკურად, ხო? ამიტომ ყოველთვის მე ვცდილობ, რომ ესეთი დოკუმენტები მქონდეს, რომ ჩემი გადასახადი შევიმცირო მოცემულ შემთხვევაში.
რო დაუბრუნდეთ სტატისტიკას, მოკლედ 17600 გადამხდელი იყო, რომელმაც მოგმართა, საიდანაც 14200 მიენიჭა კვალიფიციური სტატუსი, სადღაც 3400 არ მიენიჭა კვალიფიციური, ანუ დარჩა არაკვალიფიციურად, ხო? თუმცა მათ შანსი აქვს. ეს ბევრია ცოტა. ცირე, ანუ შედარებით რაოდენობრივად არ არის დიდი, იმიტომ რომ სტატისტიკაც მაქვს დაახლოებით 80%. ანუ ამას იმიტომ კითხულობ ხოლმე, რომ მაყურებელს სრული სურათი შეექმნას და სრული წარმოდგენა, როგორია ტენდენცია ამ ნაწილში. ციფრები, აი გუშინდელი ამოღებული ციფრებია, შესაბამისად 80%-ს ენიჭება ეს კვალიფიციური. ეს კვალიფიციური არ არის კატასტროფა, კვალიფიციური არის, რომ რეალურად გადასხეთის გადახდილმა დაადასტუროს მისი რეალური საქმიანობა. ანუ ჩვენ როგორ წარმოვიდგენთ კომპანიას ხსნით, შეფესე გავხსენით, მინდა რაღაცა საქმიანობა დავიწყოთ და არ ყავს დაქირავებული, არ გაქვს ძირითადი საშუალებები, არ გაქვს ელემენტარული ინვენტარი, არ გაქვს ობიექტი და მოდი ხარ რეგისტრირდები და მინდა მომავალში გავაკეთო საქმიანობა და მომაინჭეთ დღეგი. ანუ თქვენ როგორ გონიათ ესე, ანუ ამას არ მიენიჭება ხო, იმიტომ რომ ჩვენ რეალური საქმიანობა გვაინტერესებს და არა ფსევდო ოპერაცია, რომელმაც შეიძლება რაღაც პერიოდში ამან საგაცნო რისკებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ეს დაზღვევაა. რა თქმა უნდა, ისინი თავის ჭილიდან უყურებენ რომ რატო, მაგრამ ნუ ამას თავისი ახსნა აქვს და შესაბამისად ჩვენ მას უხსნით. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა შემოსავლების სამსახურის თავარი რჩევა რა იქნება გადასახადის გადამხდელებისადმი, განსაკუთრებით დღეს გადამხდელებისადმი. დღეს გამხდელებისათვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ვინც ყავს ბაზაში და კარგი სტატუს მატარებლები არიან, პირიქით მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი ბირთვია საგაწყო შემოსავლების ეს ერთი. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ სტატუსებს, კონკრეტულად ეხლა ჩვენ ვთქვით ელექტრონულ ფაქტორებთან დაკავშირებით, ჩვენ გარკვეულ ნაწილს მივენიჭეთ ეს სტატუსი, გამოიწვია გარკვეული კითხვები რატორისთვის, თუმცა ესენი აიხსნა, თუმცა ამასთან კიდევ ერთხელ ვაძლევთ საშუალებას იმისას, რომ იმ გადასხადის გადამხდელებს, რომლებსაც მაგალითათვის პირველი თებერვლიდან მიენიჭათ სპეციალური წესი, ამ შემთხვევაში საგაზღვო ანგარიშ ფაქტურის გამოყენების განსხვავებული წესი გადავიყვანეთ. თუ ეს რატომაც გადავიყვანეთ, თუ ის იქნება გამოსწორებული და პირობითად ის რეკომენდაციები გათვალისწინებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაცემული, მათ შეუძლიათ განმეორებით მოგმართონ, შევისწავლეთ თავიდან, თუ დადასტურდა, რომ ის მიზეზი აღმოფხრილია, თუ რის გამოც ისინი იქნა გადაყვანილი ამ წესზე, პირიქით მათ მიეცემათ დასტური და გადავლენ ჩვეულებრივ საგაზღვო ანგარიშ ფაქტურის და თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაქვთ შესაბამისად თქვენ შემოსავლების სამსახურს აუცილებლად ანუ მიწერეთ ელექტრონულად და ისინი აუცილებლად გიპასუხებენ აი ამ დამატებით კითხვებზე, იმიტომ რომ ძალიან გასაგებია რომ რაღაც ახალი რეგულაცია და ცვლილება როცა შედის ხოლმე ძალაში, ბუნებრივია განსაკუთრებით დიდია ინტერესი და გადასახადის გადამხდელებს ყველა კითხვაზე პასუხი აინტერესებს. ამიტომ მადლობა რომ მოხვედით და ამ ნაწილსაც შევეხეთ. იონა კიზირია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. დიდი მადლობა.